ტრამპმა ირანი კუთხეში მიაყენა ამ ოთხშაბათს 2026 წლის 20 მაისს, როცა ყველაზე გაბედული ვარიანტი დატოვა ამ კრიზისში. ამერიკული მისია, რომელიც მიზნად ისახავს თეირანის მიერ დაცული მაღალგამდიდრებული ურანის მოპოვებას მიწისქვეშა ობიექტებიდან, განსაკუთრებით ისფაჰანის რეგიონში. Washington Post-მა გაამჟღავნა, რომ შეერთებული შტატების სამხედროებმა წარადგინეს გეგმა ამ მასალის თითქმის 1000 ფუნტის გასატანად. მიუხედავად იმისა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მიუთითებს, რომ ირანს აქვს დაახლოებით 440 კილოგრამი 60%-მდე გამდიდრებული ურანი, რაც ბირთვული იარარისთვის საჭირო დონეს უახლოვდება, და სწორედ აქ ტრამპი პოლიტიკურ თამაშს თავის სასარგებლოდ აბრუნებს. თუ ირანის რეჟიმს ეგონა, რომ შეეძლოთ ცილინდრების დამალვა, ინსპექციების დაბლოკვა და ბომბის შანტაჟად გამოყენება, ახლა მას უწევს გამკლავება თეთრ სახთან, რომელიც ამბობს, რომ შეუძლია მასალა თავად ირანის ტერიტორიაზე მივიდეს და აიღოს. რას გააკეთებს თეირანი? როცა მიხვდება, რომ ურანი აღარ არის ფარი და თავად გახდა სამიზნე. ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ თუ აქვს CMPJ, Instagram-ის ანგარიში ან თუნდაც ვებგვერდის დომენი, ეს უკვე ნიშნავს, რომ ბიზნესის სახელი დაცულია, მაგრამ ასე არ მუშაობს ეს. სიმართლე მარტივია. ბრენდი ნამდვილად მხოლოდ მაშინ არის შენი, როცა ის რეგისტრირებულია EMPI-ში. ამ რეგისტრაციის გარეშე ნებისმიერ კომპანიას შეუძლია სცადოს იგივე სახელის გამოყენება, ეცადოს წაგართვას იდენტობა და საფრთხე შეუქმნას ყველაფერს, რაც შენ შექმენი. ზუსტად ამიტომ ერთვება მუონი ამ პროცესში. უკვე 10,000-ზე მეტია. დაცული ბრენდები 100%-ით ონლაინ მომსახურებით და 17-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობით. მუონი გახდა ბრენდების რეგისტრაციის ეტალონი და ეს არის კომპანია, რომელსაც სრულად ვენდობი. ასე რომ ნუ დაელოდები პრობლემის გამოჩენას, რომ შემდეგ დაიწყო გამოსავლის ძებნა. დაიცავი შენი ბიზნესის სახელი ახლავე, ბმული აღწერაშია და ასევე ეკრანზე არსებულ QR კოდში. ზეწოლა გაიზარდა მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ხელისუფლებამ მიიღო ბირთვული მასალის ფიზიკური გატანის ოპერაციის გეგმები. Washington Post-ის მიხედვით, შეერთებული შტატების სამხედროებმა დონალდ ტრამპს წარუდგინეს წინადადება ირანში თითქმის 1000 ფუნტი მაღალგამდიდრებული ურანის ჩამორთმევის შესახებ, რაც საჭიროებდა ძლიერ მხარდაჭერას, სპეციალისტებს და უზარმაზარ დაცვას. თეთრი სახლი ამას საბოლოო გადაწყვეტილებად არ განიხილავს, არამედ რეალურ ვარიანტად განიხილავს და მხოლოდ ის ფაქტი, რომ ეს ვარიანტი არსებობს, უკვე ცვლის თამაშის წესებს. თავარი სამიზნე არის 60%-ით გამდიდრებული ურანი, რაც ბევრად აღემატება სამოქალაქო ენერგეტიკაში გამოყენებულ დონეს და ახლოსაა ბირთვული იარარისთვის საჭირო 90%-იან დონესთან. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტომ განაცხადა, რომ ირანმა ამ მასალის 440,9 კილოგრამი დააგროვა. ამ მარადის მნიშვნელოვანი ნაწილი ირანის ცენტრში, ისფაჰანში მდებარე გვირაბებში ინახება, სადაც საერთაშორისო წვდომა სულ უფრო იზღუდება. პრობლემა დონალდ ტრამპისთვის ის არის, რომ ბომბებმა უკვე დააზიანეს ირანის ბირთვული ობიექტები, მაგრამ მთავარი კითხვა კვლავ უპასუხებელია. სად არის მთელი ურანი? 2025 წლის ივნისში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ დაადასტურა შეერთებული შტატების თავდასხმები ფორდოუზე, ნატანსსა და ისფაჰანზე. იყო დიდი ზიანი, მაგრამ ზიანი არ ნიშნავს კონტროლს. ვაშინგტონისთვის საკმარისი არ არის შენობის, შესასვლელისა და სტრუქტურის განადგურება, თუ მთავარი მასალა კვლავ დამალულია ცილინდრებში, გვირაბებში ან დაცულ ზონებში. და სწორედ აქ სცადა ირანმა ამ ეჭვის პოლიტიკურ ფარად გადაქცევა. რეჟიმმა იცის, რომ სანამ არავის ექნება აბსოლუტური დარწმუნება ურანის ბედზე, ის კვლავ ინარჩუნებს ზეწოლის ბერკეტს ტრამპის, ისრაელისა და დასავლეთის წინააღმდეგ. მიმდინარე ცნობები მიუთითებს, რომ თეირანმა შესაძლოა გადაადგილა მასალა ივნისის თავდასხმებამდე, ხოლო სპეციალისტების მიერ ანალიზირებული სურათებმა ეჭვი დააჩინა, რომ ისფაჰანში მოხდა გადატანა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ თავადაც მოითხოვა წვდომა მიწისქვეშა კომპლექსზე, თუმცა ვერ შეძლო ყველაფრის გადამოწმება როგორც სურდა. დონალდ ტრამპმა იმავე სტილში იმოქმედა, როგორც ყოველთვის, როცა ხვდება, რომ მეორე მხარე მოლაპარაკებებს დროის გასაჭიანურებლად იყენებს. მან დაიწყო იმის დაცვა, რომ ირანს არ უნდა კონდეს ეს მასალა და რომ შეერთებული შტატები შეიძლება კვლავ დაესხას თავს, თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული. 4 შაბათს სანაპირო დაცვის აკადემიაში გამოსვლისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა კიდევ უფრო ძლიერად დაარტყას ირანს, თუმცა ასევე დატოვა შეთანხმების შანსი ღია. გაფრთხილება მოჰყვა ყველაზე მნიშვნელოვან ფრაზას. ვაშინგტონი არ დაუშვებს, რომ ირანს კონდეს ბირთვული იარაღი. მოლაპარაკება ჩიხში შევიდა, რადგან მთავარი საკითხი მხოლოდ ქაღალდზე მიცემული დაპირება არ არის. დონალდ ტრამპი მოითხოვს, რომ ირანმა გადასცეს ან დაუშვას მაღალგამდიდრებული ურანის გატანა. CBS News-ის ინფორმაციით პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თეირანმა მიანიშნა, რომ დაუშვებდა ამერიკელების შესვლას მასალის გამოსატანად, მაგრამ შემდეგ უკან დაიხია და ეს ოფიციალურ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაში აღარ ჩაწერა.
ტრამპის თქმით, ასეთი უკანდახევა ირანის ძველ ტაქტიკას აჩვენებს. დღისი დიპლომატიაზე საუბარი და კულისებში ბირთვული საფრთხის შენარჩუნება. ისრაელი ძეწოლას ახორციელებს, რადგან მიაჩნია, რომ ომი არ დასრულდება, სანამ ურანი დამალულია. ნეთანიაჰუ ამ მასალის გაყვანას განიხილავს როგორც აუცილებელ ნაწილს იმისთვის, რომ ირანის რეჟიმმა ვერ აღადგინოს ბირთვული შესაძლებლობები. თელ-ავივისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ ბაზების, რადარების ან სარდლობის ცენტრების განადგურება. საფრთხე კვლავ რჩება, თუ გამდიდრებული მასალა ირანის ტერიტორიაზე დაცული იქნება. ამიტომ ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის საუბარს მნიშვნელობა მიენიჭა. ორივე მიცის, რომ ბირთვული მარაგი კრიზისის გულად იქცა. მისია რთული იქნებოდა, რადგან აქ საუბარი არ არის ჩვეულებრივ ოთახში დოკუმენტების აღებაზე. მასალა იქნებოდა მიწისქვეშა ზონებში დაზიანებული შესასვლელით, ფიზიკური დაცვით, დაბინძურების რისკით და ირანული ძალების ყოფნით. ამიტომ ვაშინგტონი ამ გეგმას ექსტრემალურ ნაბიჯად განიხილავს, მაგრამ პოლიტიკური შეფასება კიდევ უფრო მასშტაბურია. თუ დონალდ ტრამპი აჩვენებს მზადყოფნას, რომ ურანი თავად ირანში მოძებნოს, ის თეირანის დოზნდობას საკუთარ სიმტკიცეში არღვევს. რეჟიმი ყოველთვის ფიქრობდა, რომ დამალვა, ინსპექციების გადადება და რიტორიკის გამკაცრება საკმარისი იქნებოდა დათმობების გამოსაძალად. ირანი ცდილობს წინააღმდეგობა გაყიდოს, მაგრამ შიდა ვითარება შიშს აჩვენებს. როდესაც რეჟიმი ზრდის დაპატიმრებებს, იმუქრება რეპრესიებით და ნებისმიერ კრიტიკას უსაფრთხოების საფრთხედ აქცევს, ის მშვიდ ძალას არ აჩვენებს, არამედ თავდაურწმუნებლობას ავლენს. ტრამპის გარე ზეწოლა ერწყმის შიდა ზეწოლას ირანული ელიტის წინააღმდეგ, რომელიც იცის, რომ სამხედრო შესაძლებლობების ნაწილი დაკარგა და ახლა ცდილობს დაიცვას ის, რაც სტრატეგიული ღირებულებიდან ჯერ კიდევ დარჩა. ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ტრამპს ოპერაციის დაწყება არ სჭირდება იმისთვის, რომ ის პოლიტიკური იარაღად გამოიყენოს. გეგმის უბრალო არსებობაც კი უკვე ზეწოლას ახდენს ირანელ მოლაპარაკებლებზე. თეირანს უწევს გათვალოს, ღირს თუ არა ურანის დამალვა და გაცილებით მკაცრი ქმედების რისკზე წასვლა, თუ ჯობს დათანხმდეს ზედამხედველობით გამოყვანას, რათა თავიდან აიცილოს ახალი დარტყმა. ეს არის მახე. თუ ირანი ჩააბარებს, მთავარ კოზირს დაკარგავს. თუ არ დათანხმდება, ტრამპს საჯარო გამართლებას აძლევს, რომ ტონი გაამკაცროს. თეთრი სახლი ამერიკელი საზოგადოებისთვის მკაფიო ნარატივზე მუშაობს. საუბარი არ არის შეჭრაზე ახირების გამო, არამედ იმაზე, რომ მტრულმა დიქტატურამ ბირთვული იარავის დონესთან ახლოს მყოფი მასალა არ ჩაიგდოს ხელში. ეს არგუმენტი პირდაპირ მიმართავს ტრამპის ამომრჩევლებს, რომლებიც მტრულ ძალებთან სიმტკიცეს ითხოვენ, მაგრამ ასევე არ სურთ ხანგრძლივი და მიზანმიუღწეველი ომი. ამიტომ ოპერაცია პოლიტიკურ რიტორიკაში ქირურგიულ ზომად ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად მასშტაბურია. ირანი ცდილობს მუქარით უპასუხოს, მაგრამ ყოველი მუქარა კიდევ უფრო აძლიერებს ტრამპის არგუმენტს. როდესაც თეირანი საუბრობს წინააღმდეგობაზე, დაპირისპირების გაფართოებაზე ან ბირთვული პროგრამის დაჩქარებაზე, ის ვაშინგტონს ეხმარება, თქვას, რომ რეჟიმს სანდო პარტნიორად ვერ ჩათვლი. როდესაც სრულ ინსპექციას არ უშვებს, ეჭვს აძლიერებს. ეს წინადადება ასახავს მცდელობას განადგურებისკენ. ის ამბობს, რომ საქმე არ ეხება განადგურებას, არამედ იმას, რომ მთავრობა შეავს მარაგები. ეს არის განადგურების მცდელობა, მთავრობა მარაგები შეავს. ეხლა, შემდეგი ნაბიჯი სამ ნაბიჯზეა დამოკიდებული. პირველი არის ირანის პასუხი ურანთან დაკავშირებით. მეორე არის ისრაელის ზეწოლა, რომ ტრამპმა არ მიიღოს სუსტი შეთანხმება. მესამე არის სპარსეთის ყურის ქვეყნების რეაქცია. ისინი სულ თავიდან აიცილონ ღია ომი, მაგრამ ასევე არ სურთ, რომ ბირთვული ირანი რეგიონს აკონტროლებდეს. ამ თამაში ტრამპი ცდილობს გამოჩნდეს როგორც ერთადერთი ლიდერი, რომელიც მზად არის გააკეთოს ის, რაზეც სხვები მხოლოდ დახურულ შეხვედრებზე საუბრობენ. ამ თამაში, ამ კონტექსტში შეშლილი მისია მხოლოდ სამხედრო არ არის. ეს პოლიტიკური გზავნილია. ტრამპს უნდა ირანის დამალული ურანი დაუყოვნებლივ პრობლემად აქციოს თავად რეჟიმისთვის. ტრამპს უნდა ირანის დამალული ურანი დაუყოვნებლივ პრობლემად აქციოს. ადრე ისინი ბლოკავდნენ ინსპექტორებს და დასავლეთის დაღლილობას ელოდნენ, ეხლა კი თეთრი სახლი ამბობს, რომ თავად წავა მასალაზე. და როცა ზესახელმწიფო ამ ვარიანტს მაგიდაზე დებს, მოლაპარაკების ტონი მაშინვე იცვლება. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. დატოვე ლაიქი ამ ვიდეოზე, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.